რამდენხანს უნდა ვიცხოვროთ ასე, უკვე საკმარისია. აღარ გვაქვს ძალა. ნებისმიერ ქვეყანაში გადაგვიყვანეთ. საკმარისია ეს წამება. ვიღვიძებთ, ვიძინებთ და ვამბობთ. ღმერთს მადლობა რომ გავიღვიძეთ. საკმარისია. წასასვლელი ფული არ გვაქვს. კარვებში ვწევართ. რა ვქნათ, სად წავიდეთ? ჩემი ყველანათესავი მოწამე იყო. ჩემი დედამთილის ქალიშვილების ყველა ვაჟი მოწამე იყო. არავინ დარჩენილა. კიდევ რა უნდა დაგვიშაონ? დარზაკუდიდან მთელი ოჯახი, 40 ადამიანი, მათ შორის ბავშვები არიან. ჩემი ქალიშვილის შვილები, ჩემი ქალიშვილი ქმართან ერთად. მისი ბიძის სახლი და მისი შვილები. არიან ახალშობილები. ერთ თვეზე მეტი ასაკის. დაახლოებით 40 ადამიანია ნანგრევების ქვეშ. The EU has consistently ევროკავშირი განუწყვეტლივ მოუწოდებს ისრაელს არ გააძლიეროს ოპერაცია ღაზაში. სამხედრო ჩარევა გამოიწვევს მეტ ნგრევას, მეტ სიკვდილს და მეტ იძულებით გადაადგილებას. ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ ეს ასევე გააუარესებს ისედაც კატასტროფულ ჰუმანიტარულ სიტუაციას და საფრთხეს შეუქმნის მძევლების სიცოცხლეს. დადგა დრო, რომ გაირღვეს ძალადობის, ნგრევისა და ტანჯვის მანკიერი წრე და ამას ბოლო ახლავე უნდა მოვუღოთ. it is high time to break this